ყველაზე საყვარლად მომეჩვენა ეს არის პაპა, мама და ესეთი სახლი, ლამაზი ხე და ასე შემდეგ. არის я так хочу, чтобы лето не кончалось. მე მინდა რომ ზაფხული არ დამთავრდეს, ეს ჩემზეა. გიჟდები ზაფხულზე ხო იცით? ყველაზე საყვარლობა კიდევ, ყველა საყვარლობა და маленькая жизнь, ზაფხული პატარა ცხოვრება. Вся жизнь эспрессо, а ты в ней буква К. Ну, ты экспрессо. Ძალიან იდეიანი ბავშვები არიან აქ. Надо что-то менять, გადახაზული აქვს обнять. საყვარლები არიან და ყველაზე ბომბა პუშკა kissing here და ესე აქვს შემოხაზული და ანუ აქ უნდა დადგეთ და აკოცოთ ვინმეს. რა საყვარლები არიან. ცოტა ხნით ეზოში ჩამოვიყვანეთ ბავშვები. ცოტა ხნით ჰაერზე. ალექსანდრა შედარებით каргат გრძნობს თავს. Თავისი басики чамоиყვანა. Хочешь тут покататься, полежать? А можно мне тут покататься с басиком? Да. Спасибо. Хочу полежать. Только он спит. Хорошо, я ее на ручки возьму. Сейчас. Так хорошо. Ღმერთო რა კარგად დავიძინებდი, თან ისეთი ამინდია. მოღრუბული, მაგრამ თბილი. დიდად რო არაფერი არ გაწუხებს. ღმერთო რა კარგია. Very nice, very good. Мила, Нелла, Мила. Stop. Stop. Мила, Нелла. Давай. Молодец. Миланелла. Давай. А иди на... Ого! Ого! Давай. Нет, там ножками надо ходить. Миланелла. მაინც რო იქ მიდის. მაინც რო იქ უნდა. ყოჩაღ, ალექსანდრა, ყოჩაღ. Я боюсь. Не бойся. Мама, ты всегда пропускаешь. Я ничего не пропускаю. Молодец, у тебя все получилось хорошо. Ну ничего, бывает. Иди на эту паутинку. Мама, подкачай. Ага. Как хорошо. Вот здесь. Мила. Мама, там по одному можно.
შენ თვითონ? რაკაუ? შენს. ოჩაღ მილა. როგორი ვაუ, როგორი ძლიერი. Сейчас ты. Сильно тоже не надо, голова закружится. Так. Где? Как хорошо. Мама, смотри. Да. А где мама? Он там сидит. Все, сейчас уже надо. ზედა ჩავიცვი ესეთი და ძალიან ნანოფრა ჩავიცვი, იმიტომ რომ ძალიან ჩახუთულია ცხელა. დღეს იწვიმა. მოკლედ დილას რომ გავუხვიძეთ, თქვით რომ წავიდეთ Moscow City. ხადაბენ მზადებოთ, მოკლედ გავემზადეთ მთელი ამბები. კი იყო წვიმა გამოცხადებული. გუშინაც იყო, მაგრამ გუშინ არ უწვიმია და დღეს ეს მეგონა რომ არ იწვევდა, ამიტომ დავიწყეთ მომზადება. მთელი ამბები. მოვწესრიგდი, ჩავიცვი და არ დასცხო წვიმა. მე რა გადავიფიქრეთ, თქვით რომ ბავშვებთან ერთად არ გავიცუწოთო და მივიდივართ ახლა მონოსთან სამსახურში. ალექსანდრა ნახეთ როგორი ლამაზია. ძალიან კარგად ვთმობ თავს. და დედი, всё хорошо? Немножко чешется. Ладно. Когда мы шли в топик, и мацвия. Так фу, санга усадлиси кнева. Машинам задос. И парада чешется. Красавица. Вчера фея приходила зубная? Сколько принесла? $100. $100 могут. $100 могут. Она фея. საქართველოში 5 ლარია. წავედით. მეტროში პირველად ჩავდივარ დამოუკიდებლად და ვნახოთ როგორ გავართმევ თავს. რო იცოდეთ მეტროში რა ხდება. აი არ ვიცი. მოსკოვში რო აპირებდით, იქ 4 გადაჭრომა იყო, ახლა აქ 2-ია. და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მარტივად გავართმევ თავს, მოკლედ ვნახოთ. უკან ამოწმებენ, საფრთხეს უმოწმებენ. აი მე ჩვენი ისინი გამოაგზავნა მონიკა. ჩვენი რეგისტრაციები მონიკამ გამოაგზავნა. უთხარი გამოაგზავნოს ვერ ხედავ ხალხს ამოწმებენ. აი დავიღუპო. არა, ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს, მოწესრიგებული გვაქვს. სანერვიულო არაფერი არ არის. აი აქ არის მეტრო. Квители золи. Агар. Челлендж. Мама первый раз в метро самостоятельно поведет вас. Представляешь? Какое метро? Вот метро авиамоторное. И нам надо ехать, потом пересадками ехать, а потом еще куда-то. Белорусское метро надо выходить. ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ თავს. და ვიდივართ სწორად. მოდი.
Александра мечаличеба. Кинда ту ара. Хорошо, купим взрослую колясочку. Александра Салиану, да? Милостная, это Галдес. Когда ты маленькая была, у тебя тоже было разное. Мы даже в Батуми тебе колясочку покупали. Что это? Ну, в Минске в гараже стоит черная коляска. Тави, წარმატებით გავართვი მეგობრებო, მომილოცეთ. ეს ჩემი პირველი ის იყო მოსკოვის მეტროში. ხოდა რა მომეწონა, ცუდი ნამდვილად არ იყო მშვენივრად. Библиотека, там книжки, много. Почему там тихо? Там тихо, надо себя вести, люди читают. Почему жаловаться? ხოდა მოკლედ რთული არაფერი არ არის, უბრალოდ წაიკითხო. თან ეს კარტაზე გაქვს ყველაფერი, თან კარტას უყურებ, თან კითხულობ. ნუ რთული ცოტათი არის, მაგრამ თავარია წაიკითხე და თავდაჯერებულად წადი. აი ეგრე მოვდიოდი მოკლედ. ძალიან მომეწონა. Москва-Сити-შიც ეგრე წავალ. ძალიან მინდა ერთ სულმოქმედის წავალ. ყველაზე მეტად მოსკოვში მაგის ნახვა მინდა თქვენ წარმოიდგინეთ. ეხლა აგერ ფეხით 10 წუთი არის მეტროდან სავალი. მონოს სამსახურამდე აგერ უკვე მოვედით. ამ უბანშიც გავისეირნებთ. შვენიერი, ლამაზი უბანია. მარო ხელმარჯვნივ ახლა. Пойдем, зайчик. ამასობაში აქ ქართული ძეგლი ხდება მშვენიერა გჭირთ. ნახეთ. Александра, узнаешь грузинские буквы? Грузинские буквы узнаешь? Да. Видишь? Да. Вау. Пойдем. Красиво все так, да? И ты у меня красавица. Там армяне зажигают свой народный час. Александра Супарс. Да, на символа. Ора мамадия, момчас. Როგორც იქნა მოვედით და მოვახციეთ. Вау, как красиво все. Ესეთი ძალიან ლამაზი ქართული რესტორანი. გაგჩოები აქ არიან. ალექსანდრუშკა, როგორ უხდება შენი ლუკი წითელ სავარძელს? და Тебе нравятся грузинские песни? А ну-ка танцуй, как надо. Завидят ხელები დავიბანოთ. აქ ნახეთ. ბიჭების სამი хорошо. გოგოების, კაი, ხევსური გოგოები კიდია აგერ. Давай заходи. Როგორი სილამაზეა საპირფარეში. Александра, смотри, как красиво. Александра, лампы. Знаешь, раньше у меня света не было в деревне, и дедушка мой зажигал вот такую вот лампу. Это лампа. Тут сейчас лампочка, но раньше там фитиль был. Ты в туалет хочешь или руки помоем? Хочешь? Ладно. Хачапури. Хачапури хочешь? Да. Хорошо. ეს ბალერიჯანი გემრიელად ხო გამოიყურება და ეგეთივე გემრიელია. Я тут с солью хочу заказать. Хорошо, сейчас попросим. А что с волосами у тебя случилось? ბავშვებისთვის მინი ხინკლები. დებისთვის პერფიუმი ხინკლები. Ах, Александра, смотри, это для вас.
რა? და ხინკანი და შეხაწევა. მოგიდე. Şöyle. Şurada. Akıllı kıyımda. Evet. Gayet şu camı maşı. Şu camı. Kinda dibi maçı. Очень вкусно. Гемриელად ვჭამეთ, ეხლა ვეულებით წვიმას როდის გადაიღებს და წავალთ სახლში ალბათ. სახლში არა, სხვათა შორის გზას შემოგვდა სავაჭრო ცენტრი, შეიძლება იქაც შევიაროთ. ეხლა მოვკლეთ აქ აცივდება 9 გრადუსამდე დავა ტემპერატურა და ალექსანდროშკისთვის არაფერი არ აქვს წამოხებული თბილი და შეიძლება შევიაროთ და რამე ისეთი ხელი თუთუკი ვუყიდო თუ იქნება ბეწკი ვირშიან სადმე და почему куртку не взяла? Не знаю, я забыла. Почему ты не вспомнила? Подсходит, да, сисхвица, да, да, сходит там, понял, все это. Да, так, танцует, да, танец. Карту ресторан шварт, табари куя. Так, покажи. Все хорошо? Все, больше не идет? Идет. Вот так. Все прекрасно. Нифига. Обычайно. Все. Труселя что-то не танцевать по ней не могу. Хорошо? Дали-дарали, дали-дали-дали, дали-дарали. ჩვენ უკვე გამოვედით ხელოვნების წვიმას როდის გადაიღებ და ისეთი ჩახუთულია გემრიელად ნაწვიმარია, მაგრამ აი ჩახუთული რო არის აი ისია ნელ-ნელა მივსეირნობ ახლა მეტროსკენ ვფიქრობ სახლში წავიდეთ თუ ისე მეტროსთან არის სავაჭრო ცენტრი იქ შევიაროთ და ალექსანდრასთვის რამე ვნახოთ ხელი ქუთუთი ისეთი მოსაცდელი იმიტომ რომ მალე აცივდება 9 გრადუსამდე დავა ტემპერატურა და არაფერი არ გვაქვს 9 გრადუსისთვის წამოღებული არ მეგონა თქვათ ქურთუკები თუ დაგჭირდებოდა თან ახლა ისეთი კარგი ამინდებია ისე თქვა ნუ ნიფაქტ სხვათა შორის შეიძლება რაღაცნაირად შეიცვალოს ამინდის პროგნოზი და არ იყოს 9 გრადუსი მაგრამ რა ვიცი ახლა ჯობია თუ მერე დროსთან ახლოს ჯობია ვიყიდოთ რამე ზევით ჩასაცმელი ქურთუკი ნახოთ რა მოკლედ მაგრამ ესე გადავიდეთ ანა ისეთი კარგია მინდია და დედიკო холодно танцуешь вот так да давай пойдем милочка ძინავს რა ენაღლება დაიძინებს ახლა ეს 1-3 საათი აი ესე შვენივრად და გემრიელად რაც მთავარია თავისი დაღლუკა უდესმარო და უდე ფეხები გემრიელად ჩოდოა
ესე იგი, სადაც არ უნდა გავიხედოთ. ყველგან ქართული სამზარეულოა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ალექსანდრამ ცოტახანი ჩამოვჯდებიო, დავიღალეო და ისვენებს ველოდებით. Скажи, когда уже все. Когда уже не устала. Пойдем, чуть-чуть осталось. Давай на холодное не садись, пойдем хоть на этом стульчике посидишь. Какой скамейки? Ульяна Цинавс. Там иди завтра в ресторанчик Датбра. А меня почему? Ресторанчик Датбра, там иди согласался. Переход на Сокольническую линию. Наземный переход на станцию Площадь Трех Вокзалов, второго. Александра Пегаnis ეს შემაშინა თავისი ბასკიც. მივდივართ, მიეჭირე რა იმას. ხო და ესე იქნევს ეს თავისად. რაღაცა მხრებს ირმეთად უნება. ამის გული გამისკდა. მეთქი ვინ ბომჟი მომდეს. ხო და Идем. თურმე ეს ალექსანდრა და თავისი ბასიკი არიან. მიხახუნებენ ხარს გული მართლაც დააშემეში და მეთქი ვინ არის. მაგათ მაღაზიაში ვიყავით. ბავშვებს ვუყიდეთ იოგურტები და ხილფაფები და მსგავსი რაღაცები. Отлично. ახლა ჩვენთან სახლთან ახლოს კიდევ წყალს ავიღებთ. წყალს ვიყიდით და У меня нормально, я могу на тебя покатать. ძალიან დავიღალე ერთი სული მაქვს. გადავიღო და ბავშვები ნაჭრები არიან ძალიან კარგად. Мне надоело жвачку. Жвачку мусорку найдешь, выкидывай. დავიღალე არა იმით, რომ ბევრი ვიარეთ, არა, უბრალოდ მეტროში. ხო, მეტროში დავიძაბეთ. ანუ იქით გზაზე, იცით როგორ არის, კარტაზე ირჩევ, გიჩვენებს რა, რომელი გზით წახვიდე პირველი, მეორე. ხო და მე პირველი ავირჩიე. ხო და ჩაოლებრად წავედით. ხო, სხვათა შორის აი აქ ვარ ჩაწერილი ფრჩხილებზე. ხო და პირველი გზა რო ავირჩიე, იმით რომ წავედით, მშვენივრად წავედით და მანამ მითხრა, არაო, 3 გადაჯდომით არაო, ანუ შეგეძლო 2 გადაჯდომით მოსულიყავიო რა და ანუ მეორე მაჩვენა, რომლითაც შეიძლება და წამოსვლა და წამოვედით მე და მარი, მაგრამ გადაკეტილი იყო და მაინც ამით მოგვიწია. რატო პუტავს ის ხო კარგად არის? შევდივართ მაღაზიაში? წყალი ვიყიდოთ.